პროფილეებიდან გამოსულთ დღეს ისევე როგორც 25 საუკუნის წინ გეგებებად აკროპოლისის მთავარი სიწმინდე, ქალაქის მფარველი ღვთაების ათენას, ქალწული ათენას, ათენა პართენოსისადმი მიძღვნილი მთავარი ტაძარი, პართენონი. პართენონის ავტორები იქტინე და კალიკრატე იყვნენ, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ძველი წელთაღრიცხვის 457, ძველი წელთაღრიცხვის 458 წლებს შორის აგებდნენ ამ ტაძარს. ტაძარი წარმოადგენს დორიულ პერიპტერს, როგორც ხედავთ, ამ ფოტოზეც კარგად ჩანს, დორიული ორდერისათვის დამახასიათებელი ყველა კომპონენტი. კარგად ჩანს, ნახეთ, სამსაფეხურიანი კვარცხლბეკი, შემდეგ ბაზის გარეშე კანელურებიანი სვეტები აღმართული სადა კაპიტელებით, შემდეგ მოდის არქიტრავული ნაწილი, მეტოპები, ქანდაკებებით ხედავთ აქ ტრიგრიფები და ფრონტონი. ეს გახლავთ ესე იგი დასავლეთი ნაწილი, ეს არის აღმოსავლეთიდან ხედი. აქაც კარგად ჩანს დორიული ორდერის ელემენტები, აღარ შევჩერდები. კიდევ ერთხელ შევავლო თვალი, აი სწორედ ეს გახლავთ. სამხრეთ აღმოსავლეთი ნაწილი, ნახეთ როგორ ჩაქცეულია, როგორ ნაკლუბ არაჩვეულებრივად კარგად მისი ეს მკაფიო სილუეტი, როგორ არაჩვეულებრივად კარგად გამოიკვეთება ცის ფონზე ამ სამოყვარულო ფოტოებზეც კი. პართენონი ძალიან შთამბეჭდავი, მონუმენტური ნაგებობაა. მისი ფართობი არის 70-31 მეტრზე. სვეტები მოკლე მხარეს 8 სვეტია განლაგებული, ხოლო გრძივ მხარეს 17. ანუ ნახეთ საინტერესო თანაფარდობაა. 8 გამრავლებული 2-ზე 16 და მიმატებული 1, 17. და სწორედ ეს ის პრინციპია, რომელსაც ეფუძნება საერთოდ პერიპტერული ტაძრის სვეტების რაოდენობა. ანუ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მოკლე მხარეს განთავსებული სვეტები, გამრავლებული 2-ჯერ და მიმატებული 1, აი ამ რაოდენობის სვეტებია გრძივ ნაწილზე განლაგებული. პართენონი იმეორებს დორიული ტაძრისთვის დამახასიათებელ სტრუქტურას, ოღონდ როგორც მეცნიერები ფიქრობენ, ცელა გაყოფილი, სამწუხაროდ შემორჩენილი არ არის, ცელა გაყოფილი იყო 2 იარუსიანი სვეტნარით და პართენონის ტაძარი იყო სახლი ფიდიას მეორე ქანდაკებისა, რა თქმა უნდა, ასევე ქალღმერთ ათინას გამოსახავდა, ეგრეთ წოდებული ხრიზო ელეფანტინის ტექნიკით შექმნილი, ანუ ოქროსა და სპილოს ძვლისგან შექმნილი, იგივე ტექნიკა, რა ტექნიკითაც იყო შექმნილი ზევსი ოლიმპიელის ქანდაკება და შემდეგ ლექციაზე უფრო დეტალურად შევჩერდებით ფიდიას შემოქმედებაზე და უფრო დეტალურად ვილაპარაკებთ თუ როგორ გამოიყურებოდა ეს ქანდაკება. საინტერესოა, რომ ათენის საზღვაო კავშირის ხაზინაც სწორედ პართენონში ინახებოდა. ალბათ გახსოვთ, როდესაც ვლაპარაკობდით არქაულ ქანდაკებაზე, 4 წელიწადში ერთხელ იმართებოდა მთავარი საკრალური მოვლენა, იყო ეგრეთ წოდებული პანათენეების დღესასწაული, პანათენეების მსვლელობა იმართებოდა ქალღმერთ ათინასთვის წარჩინებული ათენელი კალიშვილები, გოგონები ქსოვდნენ პეპლოს, სამოს და სწორედ აი ამ პეპლოსის მირთმევა, მიძღვნა, წვენის მიტანა პართენონის მთავარ ქანდაკებისათვის იყო კულმინაცია აი ამ რიტუალისა, ამ საკრალური, ამ დღესასწაულისა. ათენის აკროპოლისი რა რაკურსითაც არ უნდა შევხედოთ პართენონს, თვალში გვხვდება არაჩვეულებრივი გეომეტრიული თანწყობილება. მაგრამ მეცნიერებმა გაზომეს თითოეული დეტალი, მრავალრიცხოვანი ანაზომები ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ ეს იდეალური სიმეტრია და აბსოლუტურად ჰორიზონტალური და ვერტიკალური ორიენტაცია როდი აქვს ტაძარს. მაგრამ ამაში ჩანს გენიალობა არქიტექტორების, მათ გაითვალისწინეს ადამიანის მხედველობის თავისებურება და სწორედ იდეალისგან, იდეალური, სწორი, ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზების ეფექტისთვის რომ მიეღწიათ, შემდეგ საიდუმლოებას მიმართეს. ცენტრალური ნაწილი, აი ამ პოსტამენტისა 10 სანტიმეტრით უფრო შემაღლებულია, ვიდრე გვერდითა ნაწილები. იმავდროულად
გარეთა სვეტები, კიდურა სვეტები ოდნავ უფრო სქელია შიდა სვეტებთან შედარებით. ეხლა რატო ხდება ეს? რადგანაც რომ ყოფილიყო იდეალურად სწორი ეს ჰორიზონტალური ხაზი, მაშინ ადამიანის მხედველობის თავისებურების გათვალისწინებით ოდნავ გაზნექილი გამოჩნდებოდა. ამიტომ აი ესეთი დარღვევის, ესეთი ხრიკის წყალობით ადამიანის თვალი აღიქვამს როგორც აბსოლუტურ ჰორიზონტალს, იდეალურ ჰორიზონტალურ ხაზს. რაც შეეხება აი ამ კიდურა სვეტების უფრო სქელ დიამეტრზე, უფრო ფართო დიამეტრზე, ესეც გამოწვეული იყო იმით, რომ ჰაერის და ატმოსფეროს გავლენით ვიზუალურად კიდურა სვეტები ოდნავ უფრო თხელი გამოჩნდებოდა და ამის თავიდან ასაცილებლად ისინი უფრო ცოტა სქელი ააგეს. საინტერესოა, იგივე ეხება ვერტიკალებს. სვეტები თურმე იდეალური ვერტიკალური დებარეობა არა აქვთ სვეტებს, არამედ ოდნავ ყოფილან ცენტრისკენ გადახრილები. მაგრამ ეს ცდომილება იმდენად უმნიშვნელოა, რომ თუ არა ესეთი ხელსაწყოებით ძალიან საგულდაგულო ანაზომები ადამიანის თვალი ვერ აღიქვამს და აი ასეთი დარღვევების წყალობით სწორედ მიღწეულია ვიზუალური იდეალური სტრუქტურა, იდეალური ვერტიკალების, იდეალური ჰორიზონტალების თანაარსებობა. მაგრამ ათენის პართენონი არ არის მხოლოდ სტრუქტურა, არ არის მხოლოდ სვეტები. ათენის პართენონის ალბათ არსი საერთოდ ბერძნული რელიგიური, იდეური, ზნეობრივი გნებავთ მიზანდასახულობა ძალიან სრულყოფილად წარმოჩენილია პართენონის სკულპტურულ დეკორში. დღეს აქ მოგახსენეთ ძალიან ცოტა რამ არის ადგილზე შემორჩენილი, გნებავთ საკუთრივ პართენონზე, გნებავთ პართენონის მუზეუმში. სხვათა შორის რამდენიმე წელია პართენონის მუზეუმი აქვე, აკროპოლისზე, უკაცრავად აკროპოლისის მუზეუმი აქვე, აი სადღაც აი აქ მდებარეობდა ძველი მუზეუმი და რამდენიმე წლის წინ აკროპოლისის ახალი მუზეუმი ააშენეს და არის გათვალისწინებული საერთოდ სამუზეუმო ტექნიკის, ტექნოლოგიის, დიზაინის ბოლო მიღწევები და წარმომიდგენია როგორი სრულყოფილი, როგორ ეფექტურად არის წარმოდგენილი და წარმოჩენილი ათენის აკროპოლისის პლასტიკური გნებავთ ხელოვნება ან სხვა ხელოვნების სხვა დარგები, რომლებიც უკავშირდება აკროპოლისს. აკროპოლისის პლასტიკური დეკორი ძალიან თავისებური, ძალიან რთული თემატიკით გამოიყოფა. უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას ფრონტონების სკულპტურულ დეკორზე. აქ მოგახსენეთ, ფიდია ხელმძღვანელობდა ზოგადად მშენებლობას და ცხადია მისი ხელი განსაკუთრებით დაემჩნეოდა, მისი ღვაწლი განსაკუთრებით პლასტიკურ დეკორს შეეხებოდა. დავიწყოთ დასავლეთ ფრონტონიდან, დასავლეთ ფრონტონზე გამოსახული იყო პოსეიდონის და ათენას დავა ატიკისათვის, ატიკაზე ბატონობისათვის. დასავლეთ ფრონტონზე გამოსახული, აი მოდით შევხედოთ უფრო ახლო ხედიდან, აი მხოლოდ ნახეთ რამდენიმე ფიგურის ფრაგმენტიღაა შემორჩენილი. რაც შეეხება აღმოსავლეთ ფრონტონს, ეს გახლავთ აღმოსავლეთ ფრონტონი, აქაც აი რაღაცა უმნიშვნელო ფრაგმენტებიღაა დარჩენილი. ათენას დაბადება იყო გამოსახული ზევსის თავიდან. ბუნებრივია, რომ ათენას მთავარი ტაძარი, მისი სკულპტურული დეკორი, სწორედ ათენასთან დაკავშირებული მითოლოგიური სიუჟეტებით იყო შემკული. მეტოპები 4-ვე მხრიდან შემოუყვებოდა ტაძარს. დაახლოებით 200-მდე მეტოპი იყო და თითოეულ მათგანზე, თითოეულ მხარეს ერთი თემატური ქარგა იყო გამოყენებული. აღმოსავლეთით ღმერთებისა და გიგანტების ბრძოლა იყო გამოსახული, დასავლეთ ფასადზე ამორძალებთან ბრძოლა, ჩრდილოეთ ფასადზე ტროას ბრძოლა იყო გამოსახული, ხოლო რაც შეეხება
ხოლო სამხრეთით ლაპითებისა და კენტავრების ბრძოლა იყო გამოსახული. საგულისხმოა, რომ ფრონტონების, მეტოპების გარდა რელიეფური დეკორი ამკობდა ასევე ცელას ფასადს, გარეთა ნაწილს, ესეთი უწყვეტი ფრიზი მიუყვებოდა იონიური უწყვეტი ფრიზი, კიდევ ერთი მაგალითი სხვადასხვა ორდერის თანაარსებობისა. ნახეთ, აი აქ ჩანს ეს პროცესია. ფრიზის სიმაღლე, საერთო სიმაღლე იყო 160 მეტრი, ანუ მთელ პერიმეტრზე შემოუყვებოდა, როგორც გითხარით, და ფრიზის სიმაღლე 1 მეტრია. გამოდის, რომ რეალური პროცესია, რომელიც მიემართებოდა პროპილეებიდან შემოუვლიდა დასავლეთით, აღმოსავლეთისკენ, სადაც იყო მთავარი შესასვლელი პეპლოსით ხელში. აი ეს პროცესია თითქოს ასახულია ქვაში, გადმოცემულია ეს თანმიმდევრული ეტაპები ამ რიტუალისა. აი აქ არის შემორჩენილი მხოლოდ ფრიზის ფრაგმენტი სამწუხაროდ. საგულისხმოა, რომ აღმოსავლეთ მთავარ ფასადზე შესასვლელის ნაწილში აი ამ პანათენეების მსვლელობის რელიეფის ის ნაწილი იყო განთავსებული, სადაც ოლიმპიელი ღმერთები იყო გამოსახული. ძალიან მოკლედ პართენონის თავისებურების შესახებ, აი შევავლო თვალი კიდევ ერთხელ პართენონს, ხედავთ როგორ არის დაზიანებული, შეჭმულია პირდაპირ მარმარილო, აი ეს ცალ-ცალკე ნაწილები ამ სვეტებისა, კარგად ჩანს. მოდით შევხედოთ ფრონტონის სკულპტურას, ადგილზე როგორ გამოიყურება. ნახეთ, საკმაოდ დიდი კარნიზია, აი ეს ნარჩენები მეტოპებზე და ეს გახლავთ აი წამოწოლილი ერთ-ერთი მითოლოგიური გმირის ფიგურა. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, პროპილეების მარჯვნივ ნიკე აპტეროსის ან ათინა ნიკეს იონიური მცირე ტაძარი, მას აწონასწორებდა საპირისპირო მხარეს, მარცხენა მხარეს ყრუ კედლებით შემორაგული პინაკოტეკა, სურათების გალერეა, შემდეგ გვირგვინი, პართენონი, ამ ანსამბლის დომინანტი, არქიტექტურული, მხატვრული, იდეური და ერთი ძალიან თავისებური გამორჩეული ნაგებობა ათენის აკროპოლისისა არის ერიხთეიონის ტაძარი. რამდენიმე განსხვავებული ფასადი ვნახოთ ამ ტაძრისა. დამეთანხმებით, რომ ერიხთეიონი არ გავს არც ერთ ტაძარს, რომელზეც აქამდე ვილაპარაკეთ. ეს არაჩვეულებრივად დინამიური, შემოქმედებითი მიდგომა რადიკალურად განსხვავდება პართენონის მკაცრი გეომეტრიული ფორმებისაგან და საკმაოდ უჩვეულოდ გამოიყურება და კონტრასტია პართენონის ძლიერი, მასიური ორგანიზმისაგან.